თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სხდომა გაიმართა. მოსამართლემ წინა პროცესიდან გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ფაქტის გამეორების შემთხვევაში სხდომის დახურვით დაიმუქრა, რამაც მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მესამე პრეზიდენტი თავის სიტყვაში დღეს არაერთ საკითხს გამოეხმაურა, მათ შორის იყო საწვავისა და დენის ტარიფის ზრდა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ხოცები წლების განმავლობაში გადმოვიდა, რომ საწვავის პასუხი ერთილარი ჩემჯიბეში მიდიოდა. რეალობა კი არის ის, რომ სწორედ მათ გაზრდის აქციზით გააძვირეს საწვავი და ამიტომ თქვენ პრომეთები ბევრს იგივე. საჭმელში, ყურში, წამალში ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა უნდა ვაიძულოთ ესე საწვავის აქციზი გაანახებოთ და ხალხთან მოითხოვდეს მორატორიუმ დენის გაზრდილ ტარიფზე. რატომ ისეთი დეცდარი? ძალიან მარტივად. ივანიშვილმა ბაჩიაშვილის განლაგებული სქემით ბიტკოინებით მოიპარა მრავალი მილიარდის ქონება და ეს აისახა თქვენ დენის ტარიფზე. ივანიშვილი თუჩა მამაცაშვილის მეშვეობით და ძურამ ნორვეგიას მეშვეობით, რომელიც არის გაყიდაოდა წინა პროცესზე და გაგინებდა იპარავს ეს რუსეთიდან დენის იმპორტში. ისევ რუსეთზე გავხდა და მოდიოდა. საქართველოს იყო დენის ექსპორტერი ჩვენ დროს, ახლა არის საქართველოს დენის იმპორტერი. მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც მას აკრიტიკებს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა პოზიციას იკავებდა და პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული. მისივე თქმით, თვით დამკვიდრება სააკაშვილის დაკნინების ხარჯზე წარმატებას ვერავის მოუტანს. მინდა უთხრა მაგალითად საუბედურებაში. ერთი სიტყვით მაინც ეთქვა იქნებ იმაზე, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად მცდარი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2007-ში რუსეთმა დაბობა ჩვენი სახელმწიფო დაცვის სისტემა ბუქერთი ქართლის ერთ-ერთ სოფელში. მე თქვენი მაგრამ სწორად განსხვავებული, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ძოლაში მნიშვნელოვანია, ვინც მიდუმეტე სიცივე ლაგეთ გამოვიდა მნიშვნელოვანი. მაგრამ ძალიან გამიგებოდა ერთი სიტყვა მაინც გეთქვა იმაზე, რომ თქვენი მაჩვენებელი პოზიციები იყო მცდარი და აგერხსნა ერთი დუნია რაც ვითხოვრო ბოდიში მოიწევს. იმას განაცხადა სააკაშვილმა ბომბების ქვეშ აღდატოვა საქართველოს როგორც მას ეუბნებოდნენ, თვითმფრინავი განსაზღვრებაში არ ჩაწერა როგორც მას თავაზობდნენ. ამბობენ იმას, რომ სააკაშვილი გორში პორტფიალობა მიწევს. და ტრამპი რომ პორტფიალობა გორში და საერთოდ ჩვენი დაცვა ამერიკელების გაწოლილია დაცვის სამსახური და ზუსტად ისეთი რეაგირება ტრამპზე ისე როგორც ჩემზე, აი ამ პროპაგანდას იყო ბევრი აყოლე და ამ კადრებს აწიარებდნენ ამდენი წელი. 14 წელი გავიდა, მეტი რა უნდა იყოს 14 წლის თავზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილების ერთ-ერთი ადრესატი დღეს მეხუთე პრეზიდენტიც იყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის წარსული პოზიციები მცდარი იყო და კარგი იქნება თუ ამას ღიად იტყვის. სააკაშვილმა სიტყვის უფლებით სარგებლობის შემდეგ პროცესი დატოვა. რამდენი წამორი სააკაშვილის წარსულის პოლიტიკოსი? ხოხარ მომორის პოლიტიკოსები. თუ მომორის ხარ, მაშინ ის სახე რა გაჩერება თუ ვიღაცა წარსულისა. უკვე მომავალში ხარ და უკვე მომავალში ყოველ გამარჯვება. და მე ამას მხოლოდ მივესალმო. ვინც მემაგრია უმეტესობა კი არა 90%. ჩემ დროსაც აქტიურად იყო პოლიტიკაში. რა თქმა უნდა. არასამთავრობო იყო აქტიურად ჩართული პოლიტიკაში და თუ არ იყვნენ ისინი არიან იმათი შვილები ვინც იყვნენ. ასევე სხვადასხვა ხალხი. და არის ისეთი ხალხი ვინც მე ფეხზე დავანერე და მუდმივად ჩემი ფეხის დადებით არის დაკარგული. არის ისეთი ხალხი ვინც ჩავაცვი პირდაპირ მნიშვნელობით და იმან გავხარ. მაგრამ უმეტესობა ძალიან კარგი ხალხი. უბრალოდ ძალიან კარგი ხალხს, მათ შორის ახალ ხალხს გინება, გაფრთხილება, გაერთიანება, ერთად ბრძოლა. ხილად უნდა ვიყო, როდესაც ივანიშვილს ან მისი მინიონებს რაღაცას ვკიდებით ან მათგან რაღაცა ირიმს აგებას მიმენახებს. ეს არის დაუშვებელი ასოციაცია. მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მუხლი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ბადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.